კამპანია ეს შენგეხებას ორგანიზატორებმა ახალი საკანონმდებლო წინადადებები დღეს საერთაშორისო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს გააცნეს. წინადადებები საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს და მედია გარემოს გაჯანსაღებას ითვალისწინებს. ინიციატივა პარლამენტში უკვე შესულია და განხილვა სავარაუდოდ მომავალი კვირიდან დაიწყება. კამპანია ეს შენგეხებას ფარგლებში მომზადებული პროექტი ორი ძირითადი ნაწილისგან შედგება: საარჩევნო კანონმდებლობაში შესატან ცვლილებათა პაკეტი და მედია რეგულაციები. ძალიან მნიშვნელოვანი არის ჩვენი აზრით ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებაზე და ბიუჯეტის გამჭვირვალეობაზე დადგენილი ნორმები, რომელიც შემოგვაქვს ამ კანონმდებლობაში. პირველ რიგში ეს ეხება საარჩევნო პროცედურებს, არჩევნების დღეს, ხმის დათვლის პროცედურებს, ხმების შეჯამების პროცედურებს. საკანონმდებლო ცვლილებები მედიის ნაწილში საერთო მაუწყებლების საკაბელო არხებით შეუფერხებელ გავრცელებას და მედია გარემოს გაუმჯობესებას ითვალისწინებს. მნიშვნელოვანი არის მასკერისა და მასტოფერის პრინციპები, ეს არის ვალდებულებები, რომელიც აკისრიათ საკაბელო ოპერატორებს, რომ მათ ჩართონ ყველა ლიცენზიანტი მაუწყებელი და თვითნებურად არ გამორთონ ისინი. ეს იქნება ძალიან კარგი ამომრჩევლებისთვის, იმიტომ რომ მათ ექნებათ უკვე სრული ინფორმაცია იმისა, რა ხდება ქვეყანაში და ეს არ იქნება მხოლოდ იმედის და რუსთავის ხედვა. რგვალი მაგირის მონაწილეთა უმრავლესობა წინადადებათა პაკეტს ეთანხმება, ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ახალი ვალდებულებები მედიის შეზღუდვას გამოიწვევს. არის ბევრი ჩემი აზრით სრულიად არასწორი დებულებები, რომლებიც თუ ისინი მიღებული იქნება, გამოიწვევს მედიის თავისუფლების და აკადემიური თავისუფლების სერიოზულ შეზღუდვას და უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება დემოკრატიის თვალსაზრისით. ეს იქნება მნიშვნელოვანი წინსვლა, თუ წინადადებები იქნება გაზიარებული, მაგრამ ფუნდამენტური პრობლემები საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული, ამორჩეველთა სიასთან დაკავშირებული და სხვა საარჩევნო დავების განხილვასთან დაკავშირებული ცხადია რჩება გადაუწყვეტელი. არის საკითხები, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, სწორი რაღაც სიტყვაზე არგუმენტაციით იყო დამყარებული, თუმცა ამას რა თქმა უნდა საკომიტეტო განხილვებზე უკვე კონკრეტულად გავივლით. დღესვე კამპანიის მონაწილეებმა პარლამენტის თავმჯდომარისა და საკანონმდებლო ორგანოს წევრებისადმი მიმართვა მოამზადეს. ამ დროისთვის მიმართვა 67 არასამთავრობო და მედია ორგანიზაცია აწერს ხელს. დღესვე დაიწყება ონლაინ ხელმოწერების პროცესი.